Do you know if today გვენი აზრით დღეს ამორძალები არსებობენ? thousands, hundreds რა თქმა უნდა, ათასობით და 100,000-ობით ამორძალი მსოფლიო ჯარებში. In the very beginning, სველად და ზოგჯერ ახლაც კი ზოგიერთი არქეოლოგი ამბობდა, რომ ეს ვერ იქნებოდნენ მეომრები, რადგან ქალები არიან და ქალები არ იბრძვიან. რა იწევს იმის ეჭვს, რომ ეს არის მეომარი და არის ქალი. ახლა მას რო ქალი მოიქნევდა. საკმაოდ ძიმეა ქალისთვის, მაგრამ ეს არის ბავშვთა კოლონია და ეს ვარსკვლავით რაც აქვს აღნიშნული, ეგ არის სწორედ ის სამარხი. ეხლა სადაც მე და თქვენ ვდგევართ, ჩვენს ქვემოთაც შეიძლება იგივე იყოს. ზემო ავჭალის ქალი მსოფლიოში უძველესი ამორძალი, ანუ მეომარი ქალია. წლის დეკემბერში არქეოლოგ გიორგი ნიორაძეს უთხრეს, რომ ზემო ავჭალაში ბავშვთა კოლონიის მშენებლობის დროს მუშები ადამიანის ძვლებს და თიხის ჭურჭელს პოულობდნენ. ავჭალის ხიდზე გადმოვედით, წამოვედით მარჯვნივ და ეხლა ჩვენ ვდგევართ აი ამ ადგილზე. რაღაცა მაგმიდამოებში უნდა იყოს. მუზეუმის დავალებით მაშინვე გავემგზავრე ნახსენები ადგილის დასაზვერავად. წერს ის 1931 წელს წიგნში ზემო ავჭალის სამარე, ერთადერთ ნაშრომში, რომელიც ამ აღმოჩენას ეხება. აი ეს არის ბავშვთა კოლონია და აი ეს ვარსკვლავით რაც აქვს აღნიშნული, ეგ არის სწორედ ის სამარხი. მე ასე მგონია ეს უნდა იყოს, იქიდან რომ იანგარიშოთ, ხო, დაახლოებით ეს 190 მეტრი და ფიქრობ უწევს სადღაც სწორედ აი ამ მანქანების უკან. არ არის გამორიცხული, არწყვრის მეორე მხარეს ქონოდათ თვითონ ნასახლარი და აქეთკენ თქვათ სამაროვანი. ეს სამაროვანი სავსებით შეიძლება რომ ვრცელდებოდა აი დიდ ტერიტორიაზე და ეხლა სადაც მე და თქვენ ვდგევართ, ჩვენს ქვემოთაც შეიძლება იგივე იყოს. ნიორაძემ მიწის ფენები ერთმანეთს რომ დააცილა, აღმოაჩინა ადამიანის ჩონჩხი, რომელსაც საფლავში სხვადასხვა იარაღი ჩაატანეს, შუბი, მახვილი და დანა. მიცვალებულს სამკაულიც ეკეთა, სამაჯურები და ბეჭდები. ფეხებმოკეცილ მჯდომარე ჩონჩხს გვერდით ცხენის თავის ქალაც ედო. არქეოლოგმა მონაპოვარი შეისწავლა და დაასკვნა, რომ ჩვეულებრივ სამარესთან არ ჰქონდა საქმე. ჩონჩხი მეომარ ქალს ეკუთვნოდა, რომელმაც ცხენოსნობაც კარგად იცოდა. ეს აღმოჩენა საქართველოში არასდროს გახმაურებულა. ჩონჩხი უკვე 10 წლეულებია, რაც მუზეუმის საცავში დევს. ეს არის თხემის ძვლები, კეფა და ეს არის შუბლის ძვალი. სქესის გამსაზღვრელი ნიშნები თავის ქალაზე არის 26. აი მაგალითად წარბზე და რკალის განვითარება. აი რო ნახოთ გვერდიდან, ეს უფრო ქალია. ეხლა ნახოთ კეფის ძვალი. კეფის ძვალზე კუნთები, რომლებიც მაგრდება და ატრიალებს კისერს, აქ არ არის ძლავრად განვითარებული, აი ეს ხაზები, ხო და აი ამითაც ქალია. აქ შეიძლება რაღაცა ტრამვაც ქონდა, აი ამ ადგილას და ალბათ ამაზე იძახდა, რომ შეიზარდაო. როგორი იყო საქართველოში აღმოჩენილი ამორძალი? ნიორაძის შეფასებით ეს უნდა ყოფილიყო 30-40 წლის, 1.57 მეტრი სიმაღლის ქალი. ნიორაძე სამარხის პერიოდს ბრინჯაოს ხანის დაბოლოებით და რკინის ხანის დასაწყისით საზღვრავს. ზუსტად ვერ ვიტყვით რომელ რასას განეკუთვნებოდა ან რა კულტურაში ცხოვრობდა, თუმცა ამ დროს უკვე არსებობდა კლასობრივი დაყოფა და ვაჭრობა. ქალი დიდგვაროვანი უნდა ყოფილიყო, რადგან უამრავი ძვირფასი ნივთი ჩაატანეს თან. ორივე ხელზე ეკეთა ეს სამაჯურები ბრინჯაოსი, ქონდა ბეჭდები, თვითონ ხელის თითის ფალანგაზე არის წამოცმული. აუ, ახლა მას რო ქალი მოიქნევდა. საკმაოდ ძიმეა ქალისთვის, მაგრამ აუ მართლა ძიმეა. ცოტა ის არის. აი ესე, აუ. მეომრის ერთ-ერთი სამხილი მახვილია. მის ტარზე 8 ქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული, რომელზეც ნიორაძე ფიქრობდა, რომ ეს ვენერაა.
მახვილს ეტყობა სხვადასხვა კულტურული წრეების გავლენა, მაგალითად, მასზე გამოსახული სპირალები მცირე აზიის და ეგეოსის ზღვის ქვეყნებშია გავრცელებული. ტარის მოყვანილობა თითქოს ხეთურია, მოტივების განლაგება ასურულ გავლენას გავს. ასეთი მახვილები აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ბევრია აღმოჩენილი. 1927 წლის შემდეგ ვინმე შეისწავლა ეს ყველაფერი? არა. ეს მასალა მეორედ არავის არ უკვლევია. ერთადერთი გერმანიაში იყო გამოფენაზე, იქაც აი სწორედ მეომარი ქალების თემა იყო. My opinion is that ჩემი აზრით ჩვენ გვყავს მეომარი ქალები, არა მხოლოდ სკვითი მეომარი ქალები, რომლებიც ბერძნული მითის გამო გახდნენ ცნობილები, არამედ მსოფლიოს გარშემო სკვითების მსგავსი მესამე და მეოთხე ათასწლეულების ხალხი უკრაინიდან, ციმბირიდან, ცენტრალურ აზიაში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ეგრეთ წოდებული ამორძალები. so-called Amazons. ამორძალების მითი ძველ საბერძნეთში დაიწერა. ჰეროდოტე ამორძალებს სავარაუდოდ მეომარ ქალებს უწოდებს, რომლებიც ტომად ცხოვრობდნენ და სკვით მეომრებს შიშის ძარს სცემდნენ. ისტორიულად სკვითებში ნამდვილად იყვნენ გავრცელებული ქალი მეომრები, თუმცა ამორძალები სხვა ხალხებშიც არსებობდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეწყო გამოფენა ამორძალების მითზე და არქეოლოგიურ რეალობაზე მის მიღმა. ასევე გქონდა ზემო ავჭალის სამარხი საქართველოდან, რომელიც ჩვენი გამოფენის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო, რადგან ყველაზე ძველი სამარხია, სადაც ქალი მეომრად არის დამარხული. სოფლიოში გვაქვს დისკუსია გენდერულ როლებზე და ახლა სხვა სქესებიც გვაქვს, ამასთანავე ბევრია კონსერვატორი ადამიანი, რომელიც ვერ ეთანხმება სხვადასხვა გენდერულ როლს. თუნდაც მათ, ვინც ამბობს მე არ ვარ ქალი, მე არ ვარ კაცი, მე ვარ განსხვავებული, ამ გამოფენის მოწყობით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ეს თანამედროვე ფენომენი არ არის, ეს ყოველთვის არსებობდა. სველად და ზოგჯერ ახლაც კი ზოგიერთი არქეოლოგი ამბობდა, რომ ეს ვერ იქნებოდნენ მეომრები, რადგან ქალები არიან და ქალები არ იბრძვიან, მაგრამ ანთროპოლოგი მეცნიერები ამბობენ, რომ ჩონჩხისა და კუნთების განვითარებით მათი აღნაგობა თანამედროვე ათლეტების მსგავსი იყო. ზოგიერთი ასეთი სამარხი სამკაულსაც ინახავდა და იარაღსაც. და გენდერული როლების შებოჭილი აღქმის გამო, ეს არქეოლოგები ამბობდნენ, ეს ქალია, რომელიც მისი ქმრის იარაღით დაიმარხა. იქნებ იცით ვინმე, ვინც შეისწავლა ეს ჩონჩხი? I don't think so. Not in the time of the არა, დარწმუნებული ვარ, არავის შეუსწავლია. არც საბჭოთა კავშირში და მერეც არ ამგონია, რადგან ძალიან ცოტაა საქართველოში მეცნიერი, რომელიც პალეოპათოლოგიაში მუშაობს. მე პირადად არავის ვიცნობ. very, very small. I don't know anyone. არ უნდა იდოს ასე მუზეუმში, უნდა გაკეთდეს რაც ჩამოვთვალე. დნმ-ი შეიძლება სტრონციუმიც გაკეთდეს 86. ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ საქართველოში. ეს უნდა ჩაერთოს ლაბორატორიები, რომლებიც მე დაადგენენ ბევრი ინფორმაციას ამოიღებენ უშუალოდ ჯვრიდან. ამას უნდა გამომზიურება და ამ შედეგების და პლუს შეიძლება ამის მნახველისთვის მომზადება და პატარა კუთხე მიეძღნას სადმე. გამოფენა გაკეთდეს ჯერ? გამოფენა პატარა, სადმე მუზეუმში არის მაგის საშუალება სივრცე. Are you aware that we იცით რომ საქართველოში არასდროს გამოგვიფენია? in Georgia? Yes, I learned this. დიახ, შევიტყვი ამის შესახებ და ჩემთვის ეს ტრაგედია, რადგან ეს ასეთი მნიშვნელოვანია. ეს ლამაზი მონაპოვარი არ არის და სამწუხაროდ ბევრ მუზეუმს გამოფენაზე გააქვს ის, რაც ხელოვნების ისტორიის კუთხითაა ფასეული. მაგრამ არის ისტორიული ობიექტები, რომელიც შეიძლება ლამაზი არ იყოს, მაგრამ რომლებიც მნიშვნელოვან ამბებს ყვება. Maybe you could start it. იქნებ თქვენ შეძლოთ პეტიციის დაწყება, რომ მუზეუმმა გამოფინოს ეს აღმოჩენა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. უნიკალური და ქალი მეომრის პირველი სამარხია. მე ვფიქრობ, ამით ქართველი ხალხი ძალიან უნდა ამაყობდეს. Could be very proud of. ეროვნული მუზეუმი ცდილობს, რომ მეცნიერული აღმოჩენები ძალიან სწრაფად წარმოადგინოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის კვლევის შემდეგ. ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, მართალით რა დეტალები არ ვიცოდი. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როგორც ძალიან საინტერესო ქვეყანას, სწორედ უძველესი ისტორიის კუთხით.